შენა ხარ? დილამშვიდობის ნათი. დილამშვიდობის. რა ხდება ხომ მშვიდობა? მშვიდობა. თუ შეიძლება ერთი ორი კოზი ყავა, თუ შეიძლება. კი, კაცო, როგორ შემაშინე, შემოდი. მოდი ნატა დაჯი. ნათი ძალიან კი მერიდება, მაგრამ რა ვქნა? აი რა, არა გწყვეტი. შესაძლოა სხვასგან უნდა შევიდე. კაი, კაცო, ერთი. მარტო ხარ? რა მითხარი? მარტო ხარ? ვინმე აბა ვინ უნდა იყოს? ამდილადრია. ვინმე სტუმრებოდა. ეხა შემოგიტანი, ყავი დამერბოდე. ნათი, ისევ იმ სამსახურში ხარ? კი, ნუნუკა, აბა სხვაგან საწავალ. უკეთესი ვერ მომნახე ვერაფერი. სხვა როგორ ახარ? არა, ძველებურად, გადარბენაზე ვარ. ხო იცი? როგორ არის შენი გოგო? არა, უშავს, ეხლა ძალიან კარგად არის. აი ჩემო კარგო. ნათი, იცი რა გამახსენდა? რა? შენ რო შემპირდი წიგნი. რომელი? სიყვარულის სონეტები. ეხლა გამახსენდა, იქნებ ძალიან გთხოვ, იქნებ მომიწებნო. აუ, როგორ დამავიწყდა. ერთი წუთით ეხლავე გამოგიტან აქ მგონი. ბუდიში რა, ეხლა გამახსენდა. არა, მეც აღარ მახსოვდა. ისარგებლებ შენ თქვენი. მეც აღარ მახსოვდა, ნუნუკა, შენ რომ მითხარი, მოიცადე, აქ სადღაც უნდა მქონდეს. აი, აგერა არის. კი, გიპოვე. კარგი გოგო ხარ. აი, ეს არის ჩემო კარგო. მოიცა ერთი წუთით ეს რაღაც წერილია. ხო ეს უი, რა ვიპოვე. დედა, ამას ვეძებდი რამდენი ხანია. ეს არის ლექსი მაჩუკა ერთმა ბატონმა და დაკარგული მქონდა. ამას ვეძებდი, იცი რამდენი ხანია? დედას გეპიცები. ვაიმე, როგორ გამიხარდა, ნათი. კარფიქზე შემოსულა. მართლაც, კაი, ჩემო კარგო. დაგიბრუნებ ძალიან მალე. კი, ბატონო, არ მეჩქარება. მოიცა, გაგიფუკარები. მომიკითხე შენი გოგო. აუცილებლად გადავცემა. აბა კარგი, დროები, ჩემო კარგო. კარგად, ნაკვამის მადლობა. არაფრის. ალო? ნინო, მე ვარ, გამარჯობა. ნათია ვარ. კარგად, რაღაც პატარა საქმე მქონდა შენთან. სახლში ხარ დღეს? ხო, კარგი, გამოვალ მაშინ. არა, ისეთი არაფერი. შენ რა იცოდი რომ ძლიერ მიყვარს თეთრი აპრილი გულმღელვარებით რომ დავადიოდი მეშორებოდა უცხო ნაბირი გულმღელვარებით რომ დავადიოდი მეშორებოდა უცხო ნაბირი ვინა გაგიმხილა ჩემი ხიანი რომ სუნთქვა მიყვარს გაზაფხულისა ვარდები მიყვარს ნამი
მწვანი ასიმღერება მწველი გულისა არ შემიძლია უსქირო აპრის და გული მქონდეს უსიხარულო არ შემიძლია სიცოცხლე ისე უბრავო უსიხარულო არ შემიძლია სიცოცხლე ისე უბრავო მზე გურთხეული იცის გერებს როცა მაშინ საგულეთ გარვის ფერია ვისაც აპრილი უყვარს შემსავი მათო გრძნობას ჯვარის სერია ვისაც აპრილი უყვარს შემსავი მათო გრძნობას ჯვარის სერია სიცოცხლეს ვიწყე ისევ თავიდან როცა გვირდები აფეთქდებოდა რარი გმოძღვროდი რარი გამინდოდი მაინც ჯიუდა დამაჯეროდა გზაჯვარედი თამა შემომხვდებოდი მიგიბანა ვაგერადზე თუ სიყვარულა დამებები თილის მასებით მიგიბანა ვაგერადზე თუ სიყვარულა დამებები გურამ ჭავჭანიძე უდიდესი პიროვნება და პოეტი ტრუბადური. იგი ჩვენს გულში სამარად ჟამოთ რჩება და ჩვენ ცხოვრებას გვილამაზებს. ალო ნათია გამარჯობა შენ ხარ სად ხარ სადამე კარგე გოგო პოეტობა ხომ არ დაგიწყია ძალიან სასიამოვნო მაშინ გამოდი ნათი და ახლოს ვილაპარაკოთ კარგი ახლოს დავილაპარაკოთ უკეთესი იქნება გელოდები
მოდი გენაცვალე, ჩემი ნაგუშკები, გენაცვალე. როგორ ახარ ნინიკო? კარგად საყვარელო. მოშინაური გაიხადე. მარტო ხარ კი რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. აბა მომიყევი რა ხდება შენს თავს. მოგძანდი გენაცვალე, აბა მომიყევი რა ხდება შენს თავს. ავიცი თამრიკო მე არა მაგრამ არ მახსოვს მე მოგიყევი თუ არა ეს იყო შარშან ანუ ეს იყო პეტერბურგში ერთი ბატონი გავიცანი არ მახსოვს ძალიან ისეთი ბატონი კი ჩემი სამსახური ხო გითხარი ხო და ვიყავი პენსია წაუღე და მოკლედ ლექსი მაჩუკა ბატონმა და აი ეს ლექსი პოეტი არის ეს ბატონი კი პოეტი არის მაგრამ ახლა წიგნები აქვს მაგრამ ამ ჟურნალში მინდოდა იცი ნინო გამომექვეყნებინა და არ ვიცი ახლა ის ქალბატონი მე ხო არ ვიცნობ და აი ამისთვის სიამოვნებით შემონათი ხო იცი მე არ დაგზარდები არაფერზე მაგრამ გააჩნია ლექსი ცოტა ესეთი პრეტენზიული ქალბატონი გახლავთ რომ თუ არ მოეწონა ვარიანტი არ არის რომ მან გაუშვას ლექსი კარგია ნინო აი წაგიკითხავ შემიძლია წაგიკითხავ ხო და ნუ სინჯოთ თუ არა და სხვაგან ნახავ მე აქ ამოქს წაგიკითხავ სიამოვნებით წავიკითხავ აი მოვიხიბლე რასაც ქვია გადასარევი არაჩვეულებრივია და ეჭვი არ მეპარება რომ იმ ქალბატონს მოეწონება მე ახლა ჩაგაწერინებ მის სამართს დღესვე დავრეკა ნინო კი უეჭველი იმიტომ რომ ცოტა ისეთი ცვალებადი ხასიათები აქვს მე მეგონა რომ ვარიანტი არ იყო რომ დაიბეჭდა მაგრამ ისეთი შთამბეჭდავი ლექსი არის რომ არ არსებობს ამაზე უარი კითხვის მის სამართს მოგცემ სახელს გვარს ყველაფერს მიუტან შენ ამას წაუკითხავ თუ წაიკითხავს არ აქვს მნიშვნელობა და ესევე დამეჭდის აუ როგორ გამეხარდა ნინო მაგრად გამეხარდა გაიხარე ჩემო გადასარევი არაჩვეულებრივი დღეს შეიძლება მოვასწრო კიდევაც წასვლა მე მგონი მოასწრებ კი მოასწრებ ოღონდ ჯერ არ წახვიდე ყავას დაგალევინებ ყავას დავლევ სიამოვნებით აბანათი ნინო რა ამბავია არაფერი ასე უბრალოდ მშვიდობა კი მშვიდობა ნამდვილად ეს შენ გამოაცხო კი მე გამოვაცხე კოჩა მიყვარს ხოლმე ასეთ რაღაცა ტკბილეულობა უნდა მქონდეს სახლში ყოველთვის სხვა რაშვები როგორ ხარ ნინო რა ვიცი საქმეები როგორ მიდის ნორმალურად ყველაფერი შეძლების დაგვარად შესკენაც ხომ გაიამბებია ცოტა დეპრესია მაწუხებს დეპრესია ყველას გვაწუხებს ვის როგორი დოზით მართლაც ბეკამები მაგრამ ლექსებს გამოყვავთ თუმარები და ხომას მე რო ვერ ამწერ დაწერნათია თავარია მოინდომო და დაფიქრდე არა იცი რა არის რაღაც ეჭვი მეპარება მაგრამ თავარია კითხვის სურვილი მქონდეს შენ ხომ იცი დეპრესიის მომენტში უფრო წერს ადამიანი კი სხვათა შორის ამ დროს უფრო მეყვარს კითხვა აბა ძალიან წარმატებებს გისურვებ აუცილებლად გამაგებინ ეს კალი რას გეტყვის და საერთოდ არ დავიკარგო არა კარგად აბა კარგად წარმატებები მადლობა ნინო გაიხარ წარმატებები რა
არქენი მარი გუშინ დავალება რომ მოგეცი შეასრულე მზად არის დიახ ქალბატონო ნათელა დავასრულე მაგრამ გადავაბრუნდ თვალს და მზად იქნება კარგია ქალბატონო ნათელა უკვე დავასრულე შეიძლება სახლში წავიდე შეგიძლია წახვიდე მარი დათავდა სამუშაო საათები მიბრძანდი დიდი მადლობა კარგად ძანდებოდით ნახვამდის უკაცრავად ქალბატონი ნათელა მაჭავარიანი აქ მუშაობს დიახ მე მისი მდივანი ვარ მაგრამ სამუშაო საათები დასრულდა და არ ვიცი თუ მიგიღებთ ნახავ რომელი კაბინეტია აი მიბრძანდით ბოლოში დერეფნის ბოლოში მადლობა გენიცინო შემობრძანდით შეიძლება შემობრძანდით ჩემთან ხართ? უკაცრავად ნათელა მაჭავარიანით გაბრძანდებით? დიახ, ჩემთან ხარ? დიახ ქალბატონო გაბრძანდით? გისმენთ? რის თაობაზე ბრძანდებით? იცით ქალბატონო ნათელა მე ლექსის თაობაზე გახლავართ ჩემმა ერთმა მეგობარმა თქვენთან გამიწია რეკომენდაცია დიდი ხანია ლექსებს წერთ? მე არა ქალბატონო უბრალოდ ჩემი ერთი ახლობლის ლექსი მინდა რომ დაგებეჭდათ თქვენ ჟურნალში კეთილი სამუშაო საათები დამთავრდა დავიტოვეთ გადავხედათ თუ მომეწონა იცით რა არის ქალბატონო ნათელა უბრალოდ ერთი ლექსია და მე მინდოდა რომ გამეგო თქვენ დაბეჭდავთ საერთოდ თუ არა მე შემიძლია წაგიკითხოთ დიდ დროს არ წაგართმევთ თუ შეიძლება დიდი ლექსია? არა იცით არ არის დიდი ლექსი და მე თავად შემიძლია წაგიკითხოთ კეთილი წამიკითხეთ არის ქალბატონო ნათელა დავასრულე დიდებულია მოგეწონდა დიდებულია როგორ გამიხარდა ვეცდები ჩემო კარგო ამ ნომერშივე დაგიბეჭდა ძალიან მომეწონა
წონა. ვეცდები ქალბატონო ამ ნომერშივე დაგიბეჭდო. დიდი მადლობა. კოორდინატები დამიტოვებ. აუცილებლად. შეიძლება? ესენი კოორდინატებია, ეს თქვენთან არის და შემიძლია სათოლოდ ნამდვილად. უღრმესი მადლობა, ქალბატონო ნათელა. კარგად გზარდებოდეთ. კარგად იყავით, მადლობა, დიდი მადლობა. ანუ რასაყვარელი ბავშვია, თქვენია? დიახ, ჩემი შვილია. ვერავის დაუტოვე და წამოვიყვანე სამსახურში. როგორც ყოველთვის მშვენიერია, ვეცდებით სხვადასხვა ნომერში დავბეჭდავთ ხშირად თქვენს ლექსებს. კარგი. უღრმესი მადლობა. ნახვამდის. მართლა ძალიან საყვარელი ბავშვი გყავთ. მადლობა. კარგად გზარდებოდეთ მოგა. მარი, დიახ. იმ ქალბატონს დაურეკე? ქალბატონ ნათიას? დიახ, ლექსი არა, თქვენ გამოგიტანა. ნომერი არ მოგიციათ. კარგი, მაშინ დაურეკე. დაუთხარი და ზარეჯდილია უკვე და შეუძლია დღესვე წაიგეს. კარგით დავურეკავთ. ალო. ქალბატონი ნათია გზანდებით? რედაქციიდან გირეკავთ. თქვენი ლექსი უკვე დაბეჭდილია ამ ნომერში. დღესვე მოგზავნით და წაიღეთ. ჩვენ 6 საათამდე ვიქნებით. დიახ. დროებით. შემოგზავნით. შეიძლება გამარჯვებათ ქალბატონო ნათელა. მოგზავნით. გამარჯობა. კარგად. თავად როგორ გიკითხოთ? კარგად, მადლობა. როგორ მიდის თქვენი საქმიანობა? არა მშავრა, კარგად. რა შვებდი, ლექსები მოგიტანე? როგორც ყოველთვის. ახალი ლექსები მოგართვით. სასიამოვნოა. აი, ქალბატონო ნათელა, ჩემი ახალი ლექსები. სასიამოვნოა. იცით რა, ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. ეხლა ეს დატოვეთ მარისთან, გადავხედავთ და დავბეჭდავთ. კი ბატონო. მარიეს და ჩემი ლექსები. კარგი ბავშვია. მადლობა. კარგი. იცით რა, თქვენი მეგობრის ლექსი დაბეჭდილია, დავბეჭდეთ უკვე. უი, რას ლაპარაკობ? ხომ არ წავიღობარე? არა, დაურეკეთ იცის და თვითონ წაიღებს. ძალიან სასიამოვნო. კარგად გზანდებოდეთ. დროებით. გზანდებოდეთ. დიდი მადლობა. თეოდორშვილო, გაემზადე წავედით. უკვე დავასრულე და წავალთ. კარგით, მიგზავნით მარია.
შევინახავთ წამი. ნახვამდის. მართლაც კარგი ბავშვია. Pode się sprawa, to do ciebie brali, ja. არა უშავს. კარგად იყო. მაბადიეთ რამე. მაბადიეთ. როგორ გამდებით ქალბატონო ნათელა? კარგად, თავად როგორ გიკითხოთ? მადლობა. იცით რა, დაიბეჭდა უპექთენი ლექსი, ჟურნალი გზად არის და შეგიძლიათ გადახედოთ. მადლობა. ქალბატონო ნათელა, თუ შეიძლება ერთი წუთი, სულ ერთი წუთი კიდევ დაგაკავებ ამ თემასთან დაკავშირებით. კი ბატონო. მომყევი მაშინ მოგეთქვა. მოგზავნით. ბატონო გოგი. ია. ეს ის ქალბატონია, ლექსი რომ დაუბეჭდეთ ახლახანს და თქვენ რომ მითხარით თუ შეიძლება შემახვედრეო. ო, მარტო. მოგზავნით, დავზავნით. დაგზავნით ნათია. ნათია, ბატონი გოგი არის ჩვენი რედაქციის ხელმძღვანელი. თხოვა თქვენთან შეხვედრა და აგერ კი დაგაკავშირეთ. კარგი, ქალბატონო ნათელა. მადლობთ. თქვენ თავისუფალი ბრძანდებით. იცით, მე ამ რედაქციის ხელმძღვანელი გახვალთ. გოგი აფსიანიძე. ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ ყოველ წელიწადს კონკურსს ვატარებთ და წარმოგიდგენია, თქვენმა მოტანილმა ლექსმა პირველი ადგილი აიღო. სასიამოვნოა ძლიერ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ძალიან გამახარეთ ბატონო გოგი. იცით, იშვიათობაა ჩვენს პრაქტიკაში, როცა ერთმა ლექსმა ასეთი მოწონება დაიმსახუროს და ჟიურის გადაწყვეტილებით პირველ ადგილას გავიდეს. მე ძალიან მოხარული ვარ. ქალბატონო ნათია, ის პოეტი თქვენი ახლობელია? დიახ, როგორც გითხრათ, ნაცნობია, უფრო ასე ვიტყოდი. შეგიძლიათ რომ სხვა ლექსებიც მოიტანოთ? გალბათ, ვეცდები. ძალიან კარგი. სულ ეს მინდოდა მეთქვა. უღრმესი მადლობა პატივისცემისთვის და ასეთი თბილი დამოკიდებულებისათვის. გაიხარეთ, უღრმესი მადლობა ბატონო. გაიხარეთ. კარგად გზავნებოდეთ. კარგად იყავით. ნახვამდის. ქალბატონო ნათია, დიახ, თუ შეიძლება ერთ წუთი მომისმინეთ? გისმენთ? ნათია, იქნებ ის ბატონი გამახსნოთ. ვინ ბატონო გოგი? იმ ლექსის ავტორი. აი ეს ჩემი კოორდინატორია. როცა მოიფიქრებთ, გადაწყვიტებთ და დამიკავშირდეთ. კი, აუცილებლად ვეცდები ბატონო გოგი რომ ნახო და გადაცნოთ ის ბატონი. კეთილი. კარგად გზავნებოდეთ. კარგად გზავნებოდეთ ბატონო გოგი, კიდევ და კიდევ დიდი მადლობა.
გამარჯობა. პიროსად მევანდეში. რამდენი უნდა? აგრო. გამარჯობა ბატონო ცენგო. გამარჯობა. მე ციგნის გამოცემის საკითხი ვარ. მე ბატონო გასაგებია. მოდი შექნება. იქით მე რა შექნება? მადლობა. ვაი. Roberto, გაიგებდი ალბათ გურამის საბავს. თავჭანეთის ხო კაცო. კი, გავიგე ჩემო თენგო, გავიგე და ძალიან გული მეტკინა, ძალიან დამენანა ეკასი რა ვაფშე რა. სანახარ ეხლა ზურა. ხო, თენგო, სოფელში ვიყავი. მოვდივარ. გზაში ვარ და ეხლა მალე შემოვალ ქალაქში. ოფისში ამოდი, ჩემთან კაი ჩაცებული გენოგან და წაუხსეთ უჩეკა. მოვიგონოთ. კი, კარგია, ჩემო თენგო, რომ ჩასიებული გაგვინო, მაგრამ ჯობია სასაფლაოზე ავიდე და იქ წავუხსიოთ ბარემ. გამარჯობა. მოგძანთ ბატონო მანანა დაბძანდით. მადლობა. ვერაფერ წარმოგიდგენია ეს სახლი, ეს ოთახი. არა მიგურამის გარეშე. იმიტომ რომ იმდენი რამ მახსოვს და იმდენი რამ ახსენდება, რასაც ვერასოდეს ვერ დავივიწყებ. წარმოუდგენელია ამის დავიწყება. საოცარი ადამიანი იყო, საოცარი პიროვნება, საოცარი პოეტი. და მე ხშირად ვიგონებ ხოლმე დარბაზში, როცა ღონისძიებებს ვატარებდით, ყოველთვის იგვიანებდა. და რო შემოვიდოდა დარბაზში, აი დარბაზი ნათდებოდა უცბად და სიტყვით რო გამოვიდოდა, ეს ხო საოცრება იყო, აი თითქოს რაღაცა ჭექაქუხილი იწყებოდა და მისი წაკითხული აპრილი ეს წარმოუდგენლად საოცრებაა და როგორ შეიძლება ეს ადამიანს დაგავიწყდეს. საქართველოს მწერალთა კავშირს ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ გურამ ჭავჭანიძის ხსოვნას მიუძღვნას ერთი საღამო. და ამისთვის მოვედი, რომ ეხლა შეგატყობინოთ და მოვიფიქროთ, როგორ რა გავაკეთოთ და ძალიან კარგი საღამო გვინდა რომ იყოს. ჩემს მეხსიერებაში 31 იანვარი უკვე რამდენი წელია, ბოლო თითქმის 10 წელია არის გურამ ჭავჭანიძის დღე. ყოველჯერზე ჩვენ ვამზადებდით წიგნს, გამოვცემდით წიგნს და ქონდა ღონისძიება. ეს იყო რაღაცა ტრადიციად იქცა, გურამი აქცია ტრადიცია. დაბადების დღიდან დაბადების დღემდე ცხოვრობდა. და ვიკრიბებოდით წერალთა კავშირი და აუცილებლად. ამიტომ მინდა 31 იანვარი ასე დარჩეს და ერთი ხსოვნის საღამო გავაცილოთ. აუცილებლად მეც სულ ესე მინდა რომ რაღაცნაირად მამა გავიხსენო და 31 იანვარი ისე უყვარდა, ისე ემზადებოდა, რომ დიდი ხანი 31 იანვარს ტრადიციად ვაქცევთ ალბათ ჩვენს. და წიგნის კეთების პროცესში. არა, თამთა. იცი რა, ძალიან ადვილად კეთდებოდა ეს ყველაფერი. მომიტანდა მასალებს ხო და მეტყო და ხშირად ვიმეორებდით წინა წიგნიდან გადმოქონდა რამოდენიმე ხო და კიდე ახალი ლექსები მოქონდა და დამთავრდა იქ არ იცვლებოდა არაფერი ხა ხშირად ხდება ხოლმე რომ 1000 ჯერ მერე ცვლიან და გადმოვაქვთ და
უპრობლემო ავტორი იყო. აი ერთი სიამოვნება იყო მასთან მუშაობა ნამდვილად. ძალიან უხარო და ისე უყვარდით, და ამ წიგზე მუშაობა მამისთვის იყო რაღაცა შვება. და მთელი ცხოვრების აზრი იყო, აი დაბადების დღიდან და ყოველ წელს გამოცემდა წიგს და ეხლა მომავალ წელს მოდი აი გაზეთებში რომ იწერია, იმას ამოკრიფ ამ იმ ლექსებს შექმნამ კრებულს. ან ეხლა ერთხელ დაებადა Facebook-ზე იმდენი ლექსები მაქვს, ეს რომ ამოკრიბო, შეიქმნება წიგნი. ნამდვილად ასე. შეიძლება ერთი იცით საქმე მქონდა ბატონ გურამთან დაკავშირებით და შეიძლება მოვიწოდოთ რა შემიძლია. ყავას მოგართმევთ. ნუ შეწუხდებით. არა. იცით მე როგორ გითხრათ, საიდან დავიწყო არც ვიცი. ბატონი გურამი შემთხვევით გავიცანი. ლექსი წავმიგითხა, მაჩუქა, მე ისე მოხდა, რამდენჯერმე ურთიერთობა ქონდა ტელეფონით და გადავწყვიტე, იმდენად მომეწონა ეს ლექსი და იმდენად დიდი სითბო მივიყვე და სიყვარული, პატივისცემა მინდოდა დამებეჭდა და აი ამის თაობაზე ვარ, ბატონ გურამი საჩუქარი გაუკეთე აი იმ ჟურნალში, სადაც ძალიან საინტერესო ლექსები, პროზა იბეჭდება და ვფიქრობდი კიდევ ერთხელ ნახავდი ბატონი გურამს. თქვენ ვინ ბრძანდებით? მე ქალიშვილი ვარ. ძალიან სასიამოვნოა. ეს ჩემი ძმა კახა. და ბატონი გურამი? იცით, ბატონი გურამი სამწუხაროდ აღარ ყავს. რამდენიმე ხანია უკვე რაც გარდაიცვალა. რას ბრძანეთ? აი მეც რა მითხარით? უკაცრავად ექსოტიკი შეიძლება. ბაქტორ ცოტა ხანი. დიახ. დიახ.
ნახე რა ვიპოვე. მომეცი. პირველი ხომე ვიპოვე. ნინო მართლაც ჭიამაიას. ვაიმე, ჭიამაია ხელში ყავს რომ მოკვდეს, ცოდვა არ არის. მოდი გავუშვათ, კარგი? გავუშვათ ჭიამაია, ცოდვა. ახლოს იყავით აქვე, არსად არ წახვიდეთ შორს. არ დამაძახებინოთ მეორეჯერ. მოხვედი უკვე? კი, მოვედი. ვამე, ვინ ხოკინაღამ წამაქცია. კაი, რატოდ გეხარ? მოდი, შემოდი. რა მოხდა ნათია? მობილურშიც ვერ შეგეკითხე, გამიქიშე. მშვიდობაა? რა ვიცი, რა მშვიდობა. გარდაიცვალა ბატონი გურამი. ვინ გურამი? შენთვის რა უნდა გამეცნო, გახსოვს რომ იხარი. ლექსებს რომ წერდა? ხო, მეცნიერი იყო, მაგრამ პოეტიც იყო, ძალიან კარგი ადამიანი. მეწყინა ძალიან, სამწუხაროა. გაცნობაც რომ გთხოვეს რედაქციიდან. ახლა არაფერი. შევატყობინებ, რომ გარდაიცვალა. ალო ქალბატონო ნათელა თქვენ ბრძანდებით? დიახ, ნათია ვარ.
სამწუხარო ამბავია. გარდაიცვალა ბატონი გურამი. დიახ. მადლობა. რატო წუხდებოდით, თამარ? რაში წუხებაა, მივირთვათ. ეხლა საიდან მოდიხარ, ნათია? სამსახურში ვიყავით, რომ განცხადება დავწერე განთავისუფლებაზე. და სამსახურის გარეშე? რას ამბობ, მიდიხარ? კი, მაგრამ რა ხდება? რატომ ტოვებ სამსახურს? ვაიმე, თამარ, ძალიან ძნელია, როგორ აგიხსნა, იცი? იმდენი სტრესია, რაც იქ მუშაობ. მოკლედ უკვე აღარ მაქვს მოსვენება, გაიცნობ ადამიანს, შეგიყვარდება და უცბად გარდაიცვალა. ეს ჩემთვის საშინელებაა. ეს უკვე მე რამდენად ხდება. არ ვიცი, მე მანდ აღარ მინდა მუშაობა. და ნათია, შენ სამსახურის გარეშე დარჩენა ადვილი გონია? არა, ადვილი კი არ მგონია, მაგრამ გამოჩნდება რაღაცა, ესე მგონია, რომ ვიშოვი სხვა რამეს, აღარ მინდა მართლა რომ მუშაობა. დავიღალე ძალიან. ამდენი წლები უმუშევარი ვარ და არ ვიცი მე თავისუფალი დროს არ დავხარჯო. ასე რომ გირჩევ, სამსახური არ მიატოვო. არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. წავედი ახლა. თამრო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. დარჩი ცოტა ხანს, ნათია, ვისაუბროთ. არა, მარტო მინდა ყოფნა სახში წავა. დაგემშვიდობები, ნათია. ჩემი რჩევა იქნება სამსახური არ დატოვო. ხო, რა ვიცი, მოვიფიქრე. ეს უნებრივი გადაწყვეტილება არ მიიღო, ეს ჩემი თხოვნაა. მადლობა. დაგემშვიდობები. კარგად, რამოკა. ნახვამდის. ბატონო ჩემო, თქვენ ლექსებს წერთ? მე პოეტი ვარ. სხვათა შორის ამ ლექსს, როგორც ირაკლი მახლა მიკარნახა წაუკითხავ, ხშირად მთხოვეს სხვათა შორის ამ ლექსის საკითხვას. მე პოეტი ვარ, გრიშაშვილის სახელობის პრემიის ერთადერთი ლაურეატი ვარ ფაქტობრივად მე. თუ გნებავთ, წაგიკითხავდით ამ ლექსსაც. სიამოვნებით მოგისმენდით. აპრილი. ათქვირებულა ეთრა აპრილი. ედგარ ეგილი აკვირდებულა. ზემონატრული ზამთარს გაყრილი ზღვა სიყვარულად აზვირთებულა. როგორ მგელოდი, როგორ მინდოდი და თუ გავწამდი უსიხარულოდ, მაინც მჯეროდა რომ მოხვიდოდი, რომ ვერ გაძლებდი უსიყვარულოდ. მოდი, დავიწყოთ ისევ თავიდან, რადგან სიცოცხლეს დაეშტერია. ბევრი აპრილი ისე გავიდა, რომ სიყვარულით არ მიმღერია. ეს გაუმარჯოს შენს გაღიმებას, როგორც განთიაც გაზაფხულისა, ეს გაუმარჯოს აპრილის უნებას, როგორც ტკივილს და წრფობას გულისა. როგორ გენადობდი, როგორ მინდოდი, გერგოდი ჩუმად, უსიხარულოდ. აიც მჯეროდა რომ მოხვიდოდი, ვერ შეგაძლებდი უსიყვარულოდ. ერთგა ღელილი, ეთრი აპრილი, აკვირდებულა, ათქვირებულა, ზედმოცნილი, თვარნამ დაკრილი, ლამაზის ცრემლა დატირებულა. შენი ეშკია, მე რომ ამღერებს და ეს ფიალი არ მინერდება.
რა დააბერებს გულს, ან ამღერებს, ჩემი აპრილის არ დაბერდება. ისე კატკატა პატარძალია, ზაფხილისთვის როგორ გამემეტება. მისი ბრალია, თუ სიყვარულად გამემეტება. Bravo, უღმესი მადლობა. მოკლედ თქვენ ისეთი საჩუქარი გამიგებთ, ვაგინოჩები მთელი ცხოვრება ალბათ გამყვება და ერთი საჩუქარი გასცემ. ხომ არ შეგიძლიათ რომ გაჩქო? ათქვირებულა თეთრად აპრილი კერდ გაღეღილი აკვირტებულა ზემონატრული ზამთარს გაყრილი ზღვა სიყვარულად აზვირთებულა როგორ გელოდი როგორ მინდოდი და თუ გავწამდი უსიყვარულოდ მაინც მჯეროდა რომ მოხვიდოდი რო ვერ გაძლებდი უსიყვარულოდ მოდი დავიწყო ისევ თავიდან, რადგან სიცოცხლეს ჯვარის წერია. ბევრი აპრილი ისე გავიდა, რომ სიყვარულით არ მიმღერია. ეს გაუმარჯოს, შენს გაღიმებას, როგორც განთიაც გაზაფხულისა. ეს გაუმარჯოს, აპრილის ვნებას, როგორც ტკივილს და ტროფობას გულისას. როგორ გნატრობ როგორ გელოდი, უხმოდ, უსიხარულოდ, მაინც მჯეროდა რომ მოხვიდოდი, ვერ ჩენ გაძლებდი, უსიყვარულოდ, კერდ გაღეღილი, თეთრი აპრილი, აკვირტებულა, ათქვირებულა, ზედაკოცნილი, ცვარნამ, აყილი, ლამაზის ცრემლად ატირებულა. შენი ეშხია მე რომ ამღერებს და ეს ტრფიალი არ მინელდება რა დააბერებს გულს ან ამღერებს ჩემი აპრილიც არ დაბერდება ისე ქათქათა პატარძალია ზამთრისთვის როგორ გამემეტება მისი ბრალია თუ სიყვარული და მეგედება მოდი დავიწყო ისევ თავიდან რადგან სიცოცხლეს ჯვარი სწერი